Როგორ დასრულდება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი? რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს. აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება. ორივე უნივერსიტეტის პროფესორები კი კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მარიამ ლეკიაშვილი განაგზობს საუბარს ფორმულას ეთერში. დიახ, გიორგი, 4 საათზე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს შეხვედრა დანიშნული. სენატის წევრები დღეს იმსჯელებენ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს და ჩამოაყალიბებენ საერთო პოზიციას. სენატის წევრთა უმრავლესობა არის მოწინააღმდეგე ამ გადაწყვეტილებისა. ამაზე გვესაუბრება ჩვენ წარმომადგენლობითი საბჭოს ერთ-ერთი წევრი გიორგი არქანია, რომელიც გვიყვება ასევე ქართული ოცნების განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზეც. როგორც ის ამბობს, დაისვა ბევრი კრიტიკული კითხვა, რაზეც მინისტრის მოადგილეს პასუხები არ ჰქონია, თუმცა როგორც შეხვედრის შემდეგ მას განცდა დარჩა, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ამ გადაწყვეტილების შეცვლას და ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის გარდაუვალი. თუმცა, როგორც გიორგი არქანია ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამ გადაწყვეტილების არანაირი საჭიროება არ არსებობს, არ ჩატარებულა არანაირი კვლევები, რომლის მიხედვითაც ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება რაიმე ლოგიკურ ფარგლებში ჩაჯდება. სენატის წევრები იმსჯელებენ უკვე ოფიციალური სხდომის დონეზე ამ საკითხზე და მიიღებენ ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ხარს არ უჭერს და მე ველოდები, რომ შესაბამისი ასე ვთქვათ, მიმართვა ტექსტი იქნება შემუშავებული. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა ამ შეხვედრის შემდეგ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და გადახედვას არ ექვემდებარება. მე პირადად მქონდა ასეთი შეკითხვა, რომ თუ კი უნივერსიტეტის მართვის ყველა ორგანო, თუ კი ყველა საფაკულტეტო საბჭო, ზოგადად საუნივერსიტეტო საზოგადოება, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, წავა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და მას არ მიიღებს. ამ შემთხვევაში რა ხდება? სამინისტრო აჩერებს ამ პროცესს, თუ მიუხედავად ამისა, ანუ უნივერსიტეტის თუნდაც ფორმალური ავტონომიის უგულებელყოფითაც კი აგრძელებს ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესს. რადგან თავდაპირველად პასუხი იყო, რომ მინისტრის მოადგილეს არ შეუძლია მინისტრის ნაცვლად საუბარი და შემდეგ უკვე მომდევნო პასუხებში აშკარად გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად უნივერსიტეტების წინააღმდეგობისა მაინც იქნება განხორციელებული. გადაწყვეტილების წინააღმდეგები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, ასევე სტუდენტები. ისინი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს მათ უნივერსიტეტს და ისინი არ აპირებენ დანებებას, ბოლომდე იბრძოლებენ ამ უნივერსიტეტის სახელისა და ისტორიის შესანარჩუნებლად. დღეს 2 საათზე არის ჩანიშნული ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში. პროტესტი გაგრძელება იქამდე, სანამ უნივერსიტეტის გადარჩენაზე და არ გადარჩენაზე იქნება საუბარი. ყველა სტუდენტი, ყველა აკადემიური პერსონალი მზად არის იმისთვის, რომ იბრძოლოს ბოლომდე, რათა შენარჩუნდეს ამ უნივერსიტეტის სახელი, ღირსება და ისტორია. 4 დღის განმავლობაში უკვე ყველა მოისმინა, რა აზრზე არის ცალკე აკადემიური პერსონალი და ცალკე სტუდენტები. მათი მთავარი სათქმელი რა არის, რომ არავის არ მიცემენ იმის უფლებას და იმის შანსს, რომ აი ამ უნივერსიტეტის ისტორია ვინმე წაშალოს. ჩვენ ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და არავინ არ ემხრობა ამ უნივერსიტეტში იმ კანონს და იმ რეფორმას, რომელიც ეხება TSE-სთან გაერთიანებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის რექტორიც ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია, ამჯერად უჩივის პროპაგანდისტულ არხებზე იმედსა და რუსთავიორზე გასულ სიუჟეტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და მოითხოვენ, რომ არხებმა მათ კატეგორიულად მოითხოვენ, რომ არხებმა მათ მოუხადონ საჯარო ბოდიში. საუბარი არის სიუჟეტებზე, სადაც გამახვილებული არის ყურადღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეუსაბამო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო მიმდინარეობაზე.